საომშვიდობის. აბა, ტროლებო, ბოტებო, შემომესიეთ ახლა, დაიწყეთ. კინება, უცენზურო გამონათქვამები, უაზრო შეკითხვების დასმები, რაც გინდათ ისკენით. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი არც დაწერილი, არც ნათქვამი და არაფერი არ მაინტერესებს საერთოდ რა. თქვენთვის არ მცალია ახლა. საინტერესოა ახლა 26-ში რას აპირებს ახალ ახალ სასწაულ სიტყვის ალბათ მოქმედი ფუჩეთში ეს ეგრეთ წოდებული ეს გიჟი კობახიძე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა პარლამენტმა 26-ში პრემიერ-მინისტრი მობრძანდება ეთქობა ახალ რაღაცა სასწაული აქვს მოფიქრებული ახალ იმას დააბრეხვებს ახლა და გაკატარებს ხალხს იქ ის მოკლედ არაფერი თქვენ არ გიშველებათ რაც არ უნდა ემიგრანტებს ხმები ჩამოართვათ რაც არ უნდა იქ ვითომარებული ქალაქები გააშენოთ რაც არ უნდა აგინოთ და ლანცხოთ ევროპა და რაც არ უნდა მიწასთან გაასწოროთ და ფიზიკურად გაუსწორდეთ საკუთარ მოსახლეობას არაფერი თქვენ არ გიშველებათ იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივი ნაძირლები და გასაფრთხოლამდე გააღწიოთ ახლა უყურეთ ძალიან მალე იმ ჟღალმა მოუგრიხოს ბოლომდე კისერი მაგ თქვენ პატრონიმას ვოლოდია პუტინს და მე ნახეთ თქვენი სეირი უნდა უყურო ერთი რა თქვენ სეირს უნდა უყურო უპატრონო დარჩენილები დააღებთ პირს და ბებებს სახელით რო ირბენ წინ და უკან მაგას უნდა უყურო რა და ეს ძალიან მალე იქნება მინდა იმ ჩვენს ძვირფას აი პროტესტანტებს თქო მაშინ რა ქვიან წინააღმდეგობაში მყოფ ადამიანებს ძალიან გთხოვთ რა დაანებეთ რა აი ამ ძალისხმევის დახარჯვას აი ამ ხალხს აუხსნათ რომ ხალხს პროპაგანდას დაუპირისპირდეთ და ხალხს გავაგებიოთ რომ სოციალური პრობლემები წამოუწიოთ ხალხთან სიმართლე მივიტანოთ ნუხარჯავთ ამაზე ძალისხმევას ყველაფერი კარგად იცის არანაირი პროპაგანდა არ მუშაობს ყველაფერი ძალიან კარგად იცის არ არსებობს ბოგანო ქართველი ასე უნდათ და ასე იქცევიან და თუ ბოგანოა ის ქართველი არ არის საბჭოთა ადამიანი და იმათ ვერაფერს ვერ გააგებიებთ მაინც ამიტომ ძალისხმევას მაგაზე უნდა ვხარჯავთ ერთმანეთი გავაძლოთ რაღაც ფორმები მოვიფიქროთ რაღაცა სხვა რაღაცები გავაკეთოთ ზედმეტი ძალისხმევა ახლა მაგ კუთხით რამე აქტივობის გაწევა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ადამიანებს ვინც რუსთაველზეც განან თქვენ ხართ გმირები, ხელშესახები გმირები და მე დიდი კეთს ვიხდით თქვენ წინაშე და ბოდიშ გიხდით რომ თქვენს გვერდით ვერავარ ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ტყივილი რომ არ შემიძლია თქვენთან ერთად თქვენს გვერდით ვიყო ახლა და რაიდან უხერხულად გრძნობ თავს და კეთს ვიხდით თქვენ წინაშე ყველა სინდისის პატიმარს პოლიტიკურ პატიმარს ვინც ამ საზიზღარი რეჟიმის სხერპლია და საზიზღარი რეჟიმს არეგუება და ამ საზიზღარი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის ფიზიკურად და ყველა ძალისხმევით რაც მათ გააჩინათ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დიდი ბოდიში ჩემო ძალიან ძვირფასო ადამიანებო რაც შეეხება ახლა იმ ჩემს დაპირებულ ნათქვამს რომ ვარდების რევოლუცია არ იყო ის რაც როგორც წარმოსახვაში და როგორც შერაცხულია. ჩემი აზრით ვარდების რევოლუცია კონკრეტულად აი ამ ვარდების რევოლუციის დორბლიანი ლიდერი იყო მაშინაც, მერეც და ახლაც რუსეთის ინტერესების გამტარებელი. ეს იყო ევროპული ფერების რაღაც დემოკრატიის სახელით ჩატარებული აქტი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ დიდ ტყუილს რუსეთის ინტერესების შენარჩუნებას და გაძლიერებას და უფრო სხვა ფაზაში გადასვლას თან ძალიან ესეთი მომხიბლავი გარეგნული შეფუთვით
ევროპული სახელით და ვითომ ევროპული თალისმებით. ძალიან მარტივი რაღაცაა რა. თუ კარგად გახსოვთ და ვისაც არ გახსოვთ, გეტყვით რომ ვარდების რევოლუციის საბოლოო აკორდი ის რომ შევარდნაძე საბოლოოდ სასულიერო ხელისუფლებიდან მოახერხა მოსკოვიდან ჩამოსულმა ივანოვმა. მე მაინტერესებს ერთი რამ. ივანოვი რატო ჩამოვიდა სააკაშვილის მხარდასაჭერად? ანუ ესე იგი თუ სააკაშვილი პროევროპული ტიპი იყო და ვარდების რევოლუცია ევროპული ქვეყნების და ევროპის თავსმოხვეული მაიდანი იყო, რუსეთს რატო აწყობდა ეს და რატო ჩამოვიდა ივანოვი და რატო არ ჩამოვიდა სხვა ვინმე ევროპელი პოლიტიკოსი ან ევროპელი მაღალი რანგის ადამიანი, რომელიც თქვა აი ამ კონფლიქტს მაშინ დაალაგებდა. რატო ივანოვი? აღარ გავაგრძელებ. გონიერი ადამიანები ძალიან ადვილად მიხვდებიან ამას. კი, ცვლილებები გეგმებოდა ქვეყანაში. შევარდნაძე აპირებდა ხელისუფლების გადაბარებას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სააკაშვილს. და სამწუხაროდ შევარდნაძეს მოერიან მაშინ, უბრალოდ მოერია ფსბ, რუსეთის სპეცსამსახურები და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დანიშნული მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი. მერე იმ 9 წელში რაც აკეთა სააკაშვილმა, განსაკუთრებით შვანიას მკვლელობის შემდეგ, ეს ამაზე აღარ შევჩერდები და დღესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სააკაშვილი სანამ იქნება აქტიური ქართულ პოლიტიკაში, მანამ იქნება ივანიშვილი. ივანიშვილი და სააკაშვილი არის ერთი მეტლის ორი მხარე, ერთი და იგივე ადამიანი, ისინი ერთი და იგივე ინტერესების გამტარებელი და ისინი ერთმანეთს ანაცვლებენ და ერთმანეთს ეხმარებიან ყოველთვის. ეს რომ ასია თუ ხმად ჩაუფიქრდებით, ყველაფერს მივხვდებით, მე გასაგებია რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ერიდება სააკაშვილის რამე აუგის თქმას ოპოზიციიდან, იმიტომ რომ სააკაშვილის სამწუხაროდ ყავს ფანები და ეს ამ ფანებზე დგას გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და უსვამენ თავზე ხელს ამის გამო სააკაშვილს თუ არა თავის პარტიაშიც არავის უნდა სააკაშვილი ყველაფერი კარგად იცის. ახლა რაც შეეხება შარაძის მკვლელობას, ბატონი გურამ შარაძე მოკლეს იმ პერიოდში, როდესაც საერთოდ ზოგადად მთავარი მიზეზი მისი მკვლელობის იყო მისი საკმაოდ დიდი ძალისხმევა სოროსის ფონდის წინააღმდეგ და მისი საქმიანობის წინააღმდეგ და მისი მკვლელობა იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ძალიან ძლავრად გააქტიურდა სოროსის ფონდი საქართველოში. თუ ამ ფაქტს მეორე ფაქტს მივაბავთ, ანუ როდესაც ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ ინტერვიუში ამბობს, რომ რანაირი ჯორჯ სოროსი არ ყოფილა საქართველოში, ჩვენ ჯორჯ სოროსის ფონდი გამოვიყენეთ სახელად და ჩემი თანხები იყო იქო, ანუ რა გამოდის, ხელს ვის უშლიდა გურამ შარაძე ხელს უშლიდა სოროსის სახელით მოქმედ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილი სოროსის ფონდის სახელი გამოიყენა რუსული ძალების გასაძლიერებლად, რუსული საქმის აკეთებლად მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა. ასე რომ ძალიან მარტივ რაღაცებთან გვაქვს საქმე, თუ დავფიქრდებით. დანარჩენებს შემდეგ გავაგრძელებ. პატრიოტებულო ემიგრანტებო, ჩვენც ყველამ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ 28 ნოემბერს ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ვაჩვენოთ ამ თახსირ არამზადების და ნაძირლების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ძალიან ბევრმა უნდა გამოვხატოთ 28 ნოემბერს პროტესტი და მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არასდროს არ შეურიგდება რუსულ ხელისუფლებას საქართველოში და რუსულ წესრიგს.
გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას, წარმატება უკრაინას, ღმერთმა დალოცოს მსოფლიოს ცივილიზებული სამყარო. ცეცხლი და სიკვდილი რუსეთს, პუტინს და მის კვერთხ ბიძინა ივანიშვილს. Arrivederci, ragazzi.